საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაერთიანებული შტაბის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი ქართულ ჯარში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას გაეცნო. ქვეყნის პირველმა პირმა მუხროვანის ამბოხის შესახებ განცხადება გააკეთა და 2001 წლის მოვლენებიც გაიხსენა. მადლობა უთხრა ყველა თქვენგანს. გუშინდელი ძალიან მწყობრი, ძალიან ოპერატიული, ძალიან ეფექტური მოქმედებების გამო ახლა მინდა გენშტაბის უფროსს ვკითხო როგორ მდგომარეობაა ნაწილებში. თქოთ 2 სიტყვით. ნაწილებში არის სტაბილური სიტუაცია. ჩვენი ქვედანაყოფები ჩვეულებრივ რეჟიმზე არიან გადასულები და მიმდინარეობს მეცადინება როგორც არის დაგეგმილი. მე მინდა მივესალმო ჯერთი გუშინ მოგვიხდა ბატონ დევის დაბრუნება ბრიუსელიდან სასწრაფოდ, მაგრამ მე მინდა მივესალმო რომ პარტიულობა მშვიდობისთვის სწავლებები დაიწყო ისე როგორც დაგეგმილი არის. ეს ნიშნავს რომ ყველაფერი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, ეს ნიშნავს რომ არანაირი გრაფიკის ან რაღაც სხვა ცვლილებები ჩვენ შეერაღებულ ძალებს და საქართველოს შიგნით არ ხდება და საქართველოს მთელი სახელმწიფო აპარატი და მათ შორის შეერაღებული ძალები აგრძელებენ ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებას. თავდაცვის სამინისტროში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ეკა გაგუა. ეკა, დასრულდა თუ არა შეხვედრა და გაკეთა თუ არა განცხადებები შეხვედრის შემდეგ? თავდაცვის სამინისტროში შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გენერალური შტაბის თანამშრომლებს გუშინ გაწეული სამუშაოსთვის. მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა რამდენიმე წლის წინ მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარი ამბოხება და რამდენიმე განსხვავებაც დაასახელა. მე მინდა მივესალმო განსხვავება გუშინდელ მუხროვანსა და რამდენიმე წლის წინანდელ მუხროვანს შორის არის ძალიან თვალშისაცემი. ჯერ ერთი თუ მაშინ მოაწყეს ამბოხება მოქმედმა ოფიცრებმა შეერაღებული ძალების, ისინი იყვნენ ინიციატორები, ამ შემთხვევაში იგივე ოფიცრებმა ოღონდ უკვე გაგდებულება დიდი ხნის წინ ცადეს გარედან ინიცირება ამ აჯანყების და ამ ამბოხის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ არის ეს დიდი განსხვავება ამ ორ შორის. მეორე განსხვავება არის ის, რომ თუ მაშინ მთავრობა დაიწყო ერის მოჩლექვა მრავალსაათიანი მოლაპარაკებები და თვითონ პრეზიდენტის ეახლა იქ მიცა ხელშეუხებლობის გარანტიები მათ და შემდეგ საპატიო თანამდებობებზეც მოაწყეს ამბოხის მონაწილეები, მათ შორის დიპლომატიურ სამსახურში. მე გუშინ მათ მივეცი მხოლოდ ერთი გარანტია, რომ თუ ისინი გამოვიდოდნენ და თან 1 საათის ფარგლებში მათ ეს იქნებოდა მიღებული როგორც შეუსაბამებელი გარემოება. თუ ისინი არ გამოვიდოდნენ, რაც მოხდებოდა, თქვენ ღვთიდანაც კარგად იცით, ჩვენ განვალაგეთ ჩვენი ძალები გარშემო, ყველა სიმაღლეზე განლაგებული იყო артиლერია და ყველაფერი დანარჩენი, სატანკო ნაწილები და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს იქნებოდა ძირშივე აღკვეთილი და ძირშივე ნეიტრალიზებული. ამიტომ ეს არის მეორე დიდი განსხვავება და მესამე დიდი განსხვავება არის ის, რომ მაშინ ამბოხის მონაწილეებმა პრაქტიკულად არ აგეს პასუხი და ლამის გმირება დარჩენ. დღეს თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით ბოლომდე დაისჯება მიამის დიდწმენას გამოთქვა და დარწმუნებული ვარ ამაში. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ყველა ნაწილს, განსაკუთრებით артиლერისტებმა ძალიან ნათლად განუმარტეს მათ. რა მოელოდათ თუ კიდე ნახევარ საათში არ შეასრულებდნენ ჩემს პრეზიდენტის მიერ მიცემულ ულტიმატუმს. მე მინდა დავაფასო ეს ძალიან, იმიტომ რომ რეალურად ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ ჯერეთი ჯარისკაცები გამოვიდნენ და მე ეს თვითონ ეს გარედან შესული კრიმინალები გაიძურწენ უკანაკარებიდან და მიატოვეს იქაურობა. პრაქტიკულად შეატოვეს ეს პირადი შემადგენლობა ძალისმიერი აქციისთვის სახელმწიფოს შესაბამის შენაერთებს. რა თქმა უნდა, ის მათაც იყო ჭკუა და გამოვიდნენ და ეს ყველაფერი ამოიწურა, კიდევ კარგი არანაირი ექსცესები არ მოხდარა. ისინი მოელოდნენ, რომ საკმარისია აეფრიალებიათ ამბოხების დროშა და ვიღაცა მაინც საიდანმე შეუერთებოდა. ერთი მეთაური, ერთი შენაერთი არ გატოკებულა. რა თქმა უნდა, მათ სასარგებლოდ და ყველა გაერთიანდა ამ ყველაფრის ძალიან ჩქარა დასასრულებლად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ კარგ ფორმაში და ესე იგი ჩვენ მრავალგზის თქვენთან ერთად ერთობლივ მუშაობას ფუჭად ნამდვილად არ ჩაუვლია.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა გუშინ ვახტანგ მაისაიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხარო, როდესაც მაღალი დონის დიპლომატი იწყებს თანამშრომლობას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. არის რა თქმა უნდა ძალიან შემაშფოთებელის გარემოება ისიც, რომ გუშინ დააკავეს დიპლომატიური სამსახურის ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომელი ნატოს სამმართველოს უფროსი ჩვენ საგარეო სამინისტროში და ჩვენი მისიის მაღალი რანგის თანამშრომელი 4 წლის განმავლობაში ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში ეს კაცი იყო როგორც ჩანს რამდენიმე წლის წინ პირდაპირ რეკრუტირებული და ჩადგა მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურის საქმიანობაში და მან მიაყენა დიდი ზარალი ამ წლების განმავლობაში საქართველოს უსაფრთხოებას. მარტო ის რა დღეს, რომ შარშან აგვისტოს ომის დროს ყოველ 2 საათში თუ საათნახევარში ერთხელ გამოძიება ადგენს, მაგრამ დადგენილია უკვე და ისიც ამას ადასტურებს, ის გადასცემდა მოწინააღმდეგეს საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა. ამ ადამიანს რო შეხედო აქვს ესეთი სოლიდური მეცნიერის გამოხედვა, მე არ ვიცი რანაირი დაცემა, რანაირი უგზნობლობა უნდა იყოს საერთოდ ყველაფრის. რანაირი მორალის მატარებელი უნდა იყოს და ზნეობის ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ღიად მუშაობს ზოგადად თავის ქვეყნის წინააღმდეგ. ემუშაება გაცნობიერებულად მისი ქვეყნის მოწინააღმდეგეს, არამედ ამ მოწინააღმდეგესთან ღია სამხედრო დაპირისპირების დროს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ჯარი განადგურდეს, ჩვენი დედაქალაქი დაიბომბოს, იმიტომ რომ თბილისიდან აწვდიდა პოზიციებს თბილისში რა ხდებოდა და ეს გამოყენებული იქნა შემდეგ სამიზნეების შესარჩევად და ყველაფერ ამას აკეთებდეს და იქ ნათლად ჩანს და თვითონაც აღიარებს ელემენტარულად ფულის გულისთვის. ისევე როგორც გუშინის ბანდიტები, რომელიც შევიდნენ სამხედრო ნაწილში, რა თქმა უნდა არ უნდა შეეშვათ, ასევე ფულის შეთავაზებით ითანხმებდნენ ვიღაცებს ანტისახელმწიფოური მოქმედებისთვის. ჩვენ როგორც ჩანს კიდევ სერიოზული გზა გვაქვს გასავლელი, რათა სახელმწიფო მენტალიტეტი ყველა უწყებაში საბოლოოდ დამკვიდრდეს. საბოლოოდ გაიდგას ფესვები, საბოლოოდ მივხვდეთ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა და არა ვიღაც სხვის რაღაცა ტერიტორია. რომ ეს ამ ქვეყანას სჭირდება ჩვენგან მინიმუმ ის, რომ ზიანი არ მივაყენოთ და ზარალი. და რა თქმა უნდა, ჩვენგან ვინც ამ მაგიდაზებს ხედავთ, სჭირდება პროფესიონალიზმი, სამსახური თავდადება და სიცოცხლის გაწირვაც კი, როცა ეს საჭიროა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დეტალური ანგარიში მოისმინა გენერალური შტაბის უფროსისგან თუ რა მდგომარეობაა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გუშინდელი ამბოხების შემდეგ.